ეხლა კარგად მოგეხსენებათ, რომ სუბადი არჩევნები იწყება. Რაღაც 2 თვის შემდგომ არჩევნები გვექნება 2 ნახევრის შემდგომ. გასაგებია, რომ ეხლა გაფაცისდნენ და ეს მეთოდები, რაც ერთი ტომარაშვილი აღარ ყოფნის, რა თქმა უნდა, ჩვენ შემოვედით და აიწია თამასა ზემოთ, რამდენადაც უკვე სერიოზული ოპოზიცია გაჩნდა, სერიოზული ხალხი მოვედით. ამათ ფული აქვს და საშუალება აქვს, როგორც მოგეხსენებათ, ეს ბიზნესი თვითონ ინაწილებენ, შესაბამისად საშუალებები აქვს და დაიწყებენ ტოტალურ მოსყიდვას ხალხის. არ შეცდეთ. შეგიძლიათ, თქვათ, მათი დახმარება, რომელიც თქვენ ისეთ იმსახურებთ და ისაც მოგრიბეს და რასაც ირიგებენ, ის თქვენ ისიც გეკუთვნოდათ. შესაძლებელია ეს დახმარებები მიიღოთ, მაგრამ არ მოთხოვდეთ, კარგად გაანალიზეთ, კარგად შეაფასეთ. არჩევანი გააკეთეთ აუცილებლად გააზრებული და არაემოციური. არ მოთხოვდეთ და არ გავცვალოთ რაღაც დროებითი და ორკაფიქსე ორ ვარიანტი შემოსავალი დღევანდელი ჩვენს მომავალზე. არ მოახერხოთ და არ გავყიდოთ საკუთარი მომავალი, კარგად შევხედოთ ჩვენს პერსპექტივას. აქასაც ხედავ, ვისაც ხედავ. აქ 10% მაინც მოსულია იმისათვის, რომ დააფიქსიროს ვინ რა თქვას და ხვალ დაზე კიდე შინგისობა იმათი, ვინც ამას აკეთებს, აი მე ჩემთვის განსაკუთრებულად საკავშირს რაფი არ დაუშავებია. მართალია მე ჩემი დასაკარგი დამაკარგეს, დამატოებია საფხაზეთში, მაგრამ მე მკაცად დავში რაც ვიყავი და დღეს მე ყველას ვეუბნები, დღეს ყველას ვთხოვ, გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ნუ იქნებით ეგოისტები, ნუ გავებნებით ვიღაცის აბლაბუდის ქსელში და გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ხვალინდელი, კვერცხი, არ გვინდა და ზეგინდელი მომავალ შევხედოთ ჩემ მეგობრებო. რა იქნება ხვალ, რა იქნება ზეგ და თუ ესე გაგრძელდა, საქართველოს აღარ იარსებებს მეგობრებო. არ იქნება საქართველოს. ღირსება უნდა დაიბონოს თითოეულმა ოჯახმა, არა მარტო კუთხემ და რაიონმა. მე სად შევძელი ერთმა კაცმა. ბევრი გავაკეთე და არიან ბევრი ვერ დაიძრაბახეს იმით რაც მე შევძელი და გავაკეთე და გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის და ვაპირებ უფრო მეტი გავაკეთო. პრეტენზია თქვენგან, რომ თქვენამდე ვერ მოვედი, მისაღებია შემიძლია ბოდიშიც მოგიხადოთ. არ მაქვს მე ამის პრობლემაც არ მაქვს. მაგრამ ისეთი არა რომ მე არა ვარ სახელმწიფო და მოგამაგერებ სახელმწიფოსთან. მე არ ყოფილა რაღაცას. არ სახელმწიფო და არ სახელმწიფო მოხელე. მე ვარ ერთი მოქალაქე და ჩემი ქვეყნისთვის რაც შემიძლია იმას ვაკეთებდი. საუბედუროთ ამაზე მეტი ვერ შევძელი, მაგრამ აი ამიტომ მოვედი პოლიტიკაში, რომ ისეთი კეთებით არ მოხერხდა და ვერ გაკეთდა ძალიან ბევრი და აუცილებელი არის ქვეყანას სწორი საძირკველი ქონდეს, სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, სწორი ეკონომიკა ღორღინდებოდეს, ყველას ქონდეს სამუშაო ადგილები და არ ელოდებოდეს ვიღაცისგან დახმარებას. მე გპირდებით მომავალში ამღერა სამართლიანობა და როდესაც ჩვენ ხელისუფლება თქვენ თუ დაგიჭირდებათ და მოგინდებათ ოპოზიციაში წასვლა, აი იმის პირობას გაძლევთ, რომ ვერავინ ვერაზოს ვერ მოხდოთ პასუხს. აბა კარგად, დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდი.